სასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 27. ელექტრონი მაგნიტურ ველში მოძრაობს V-სიჩქარით R რადიუსის წრეწირზეო, მისი ბრუნვის პერიოდია T, დრის ტოლი იქნებოდა ტრაექტორიის რადიუსი და ბრუნვის პერიოდიო. თუ ელექტრონის სიჩქარე იქნებოდა ორივეო გვეკითხებია, ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი, მოცემულობით თავიდან სიჩქარე ამ ელექტრონის აღნიშნოთ, მოდით V1 არის V-სი, შემდეგ ორივე გახადესო, ესე იგი V2 არის 2V. მოცემული გვაქვს რადიუსი. მოდი R1 თავნიშნოთ თავიდან, რადგანაც მე გვაინტერესებს რამდენი გახდება. R1 თავნიშნოთ R. კიდე რა გვაქვს მოცემული? პერიოდი გვაქვს თავიდან, როცა V-სიჩქარე ქონდა ამ ჩვენ დამხტულ ნაწილაკს ელექტრონს, მაშინ პერიოდი არის TO და თავიდან V-სიჩქარის შემთხვევაში რადიუსები თუ არის R და T, აინტერესებს ორივეს რო გავხდითო ამ ჩვენ სიჩქარეს. რა მოვა ამ პერიოდებს, ანუ R2 გვაინტერესებს და T2, ხო? კარგი, ესე იგი, რო წარმოვიდგინოთ სიტუაცია, მოდი ავიღოთ წრეწირზე მოძრაობსო, გითხრეს, ეს ჩვენი დამუხტული, ეს ჩვენი ნაწილაკი, ნუ ამ შემთხვევაში ელექტრონი, მოძრაობს თავიდან V-სიჩქარით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენი ნაწილაკი წრეწირზე მოძრაობს, ამიტომ მაგნიტური ველი მიმართული უნდა იყოს ამის გამო V-სიჩქარის მართობ სიბრტყეში, ეს იქნება B, ანუ V-ს მართობ სიბრტყეში გვაქვს B, ანუ რომელიც B ამ შემთხვევაში არის მუდმივი, რადგან წრეწირზე განვიხილავთ მოძრაობას და V-სიჩქარე მართობული არის B-ს, ესეც გავითვალისწინოთ. კი ბატონო, ამ ჩვენი წრეწირის რადიუსი, როგორც გითხრეს, არისო R-იო. და ეხლა ჩვეულებრივი წრეწირზე მოძრაობას განვიხილავთ. ამ წრეწირზე მოძრაობის დროს ამ ჩვენს სხეულს გააჩნია ნაწილაკს ამ შემთხვევაში ცენტრისკენული აჩქარება, ცენტრისკენ მიმართული, ხო? და გამომდინარე იქიდან, რომ დამხტულ ნაწილაკზე მოქმედებს ლორენცის ძალა, ეს ჩვენი ლორენცის ძალა, F ლორენცი, ანიჭებს ამ სხეულს ცენტრისკენულ აჩქარებას და ეს ტოლი იქნება ნიუტონის მეორე კანონიდან გამომდინარე ma ცენტრისკენულის. მაგრამ მეორე მხრივ ლორენცის ძალა ხო ტოლი არის QVB სინუს ალფასი. სადაც ალფა არის კუთხე V სიჩქარესა და B შორის, მაგრამ ესენი მართობული არისო, ხო ვთქვით? შესაბამისად, ეს ალფა 90 გრადუსი გამოდის. სინუსი 90 გრადუსზე ერთის ტოლია და მოდი ეს გავითვალისწინოთ, ხო აქ? კი ბატონო, ესეთი გამოსახულება მივიღეთ ახლა ჩვენ. ეხლა აქედან ჩვენ რა გამოგვივა? აქედან ჩვენ გამოგვივა, რომ QVB ტოლი ყოფილა ema ცენტრისკენულის, მაგრამ მეორე მხრივ ema ცენტრისკენული ტოლი არის V კვადრატი შეფარდებული წრეწირის რადიუსთან. ეს V-ები მოდი შევკვეცოთ და აქედან რა გამოგვივა? R-ისთვის მივიღებთ შემდეგ გამოსახულებას. R ტოლი ყოფილა MV შეფარდებული QB-სთან, ხო? QB-სთან. ჩვენ შემთხვევაში R1-ისთვის გვიქნება, R1 ტოლი იქნება MV1, ხო? MV1. შესაბამისად V1 პირობით არის V ტოლის და აი თავიდან R1 არის MV შეფარდებული QB-სთან, ხო? ხოლო R2 უკვე ის ტოლი იქნება, R2 ტოლი იქნება MV2 შეფარდებული QB-სთან. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ V2 2V არის, 2 წინ დავწეროთ და ეხლა როგორც ხედავთ, აი ამ გამოსახულებას, ეს იგივე R1 არის, ხო? იგივე R1 არის, რომელიც R-ის ტოლად აქვს აღებული, ანუ ეს R2, 2 R-ის ტოლი ყოფილა. აჰა, ესე იგი, თავიდან თუ იყო რადიუსი R-ის ტოლი, შემდეგ სიჩქარის ორჯერ გაზრდამ გამოიწვია რადიუსის ორჯერ გაზრდა. ანუ R იყო თავიდან და შემდეგ სიჩქარის გაზრდის შემდეგ ორივე როცა გახდა, სიჩქარე გახდა 2R. ეს გავარკვიეთ, კი ბატონო, R2 ტოლი გამხდავდა რა 2R-ის. ეხლა გადავიდეთ უკვე პერიოდს რაც შეეხება. ეხლა პერიოდს რა გამოვიდაო, მაგას გვეკითხებია. ხო, მეორე მხრივ გავიხსენოთ, ჩვენ განვიხილავთ წრეწირზე მოძრაობას, ხო? ეს სხეული რა მანძილს გაივლის, ხო? ერთი სრული ბრუნი რო შეასრულოს. ერთი სრული ბრუნის შესრულების დროს გაივლის 2πr მანძილს. ამიტომ V ტოლი იქნება გავლილი მანძილი 2πr შეფარდებული იმ დროსთან, რა დროშიც ეს მანძილი გაიარა, წრეწირის სიგრძე შემოწერა. ამ დროს კიდე ჩვენ პერიოდს ვეძახით, ხო? ამიტომ ეს უნდა შევაფარდოთ ტესტთან. და აი ეს V მოდით ეხლა ავდგეთ, აი აქ შევიტანოთ. ხო? აქ თუ შევიტანთ, ეს R არის R1 გავითვალისწინოთ, ეს ტოლი იქნება M შეფარდებული QB-სთან, ხო? კიდე გამრავლდება ეს 2πr შეფარდებული ტესტთან, ხო? აქედან ჩვენ რა გამოგვივა? ესე იგი, აქედან ჩვენ გამოგვდის შემდეგი რამ,
R ტოლი ყოფილა 2πm R შეფარდებული QB ტესტთან. მოდი R-ს და T-ს ადგილები გავუცვალოთ ახლა. გადავწეროთ R აქ T. შემდეგ ეს R-ების შევკვეცება და ტესტის მივიღეთ ესეთ საინტერესო გამოსახულება. T უდრის 2πm შეფარდებული QB-სთან. აჰა, ესე იგი, თუ დავაკვირდებით ახლა ამ გამოსახულებას, T საერთოდ არ არის დამოკიდებული სიჩქარეზე. შესაბამისად, სიჩქარეს ორჯერ გავზრდით, სამჯერ შევამცირებთ თუ რასაც უზავთ, პერიოდი არ გვეცვლება. შესაბამისად, შეგვიძლია დავწეროთ, რომ T2 ისევ დარჩენილად T-ს ტოლი. ამიტომ პასუხი იქნება რომელი? B. არა, B არა, მოიწოდით. G. რადიუსი გახდა 2R, ხოლო T არ შეცვლილა. პასუხი G.